გამოსახლებიდან დღემდე ველოდებით პასუხებს. მე რამდენი დღე 2 კვირა არის ალბათ. მეტი არ არის, ხო 2 კვირა არის. ველოდებით პასუხებს, რაც აი სული დაცინვა. ყოველ დღე ერთი და იგივე რომ აი განვიხილავთ და გეტყვით, აი მე პირადად ისე ნაცე თავთან ვარ. აქ ვიცი უმეტესობა ზოგი არ რჩება და ზოგი ქირით წავიდა და იქირის გადასახდელი საშუალებათა რა და ეს კომპანია არც იღებს ამ ყველაფერს თავის თავზე. პირველ რიგში ჩვენ რასაც მოვითხოვთ არის რომ გამოვიდეს მე პატრონე, გამოვიდეს გიორგი ჩაფიძე, გაგვესაუბროს, გითხრას, რას აპირებს თუ არა საერთოდ რამე ჩვენთან დაკავშირებით. მე მგონი საერთოდ დავავიწყდა რომ აი ამ ნანგრევებში ეხლა რაც არის ადრე ხალხი ცხოვრობდა, საერთოდ აღარ ახსოვს, აღარ აქცევს ყურადღებას ქაურ ხალხს და რა ვიცი, პირველ რიგში ამას მოვითხოვთ რომ გამოვიდეს ეს ადამიანი და ბოლო გაგვაგებინოს, რომ გამოვყარა და დაგვანგრია თავზე ყველაფერი, რას აპირებს ეხლა. ვიცი რომ ბევრი ადამიანია ჩემთავის, ჩემთან მიმართებაში არანაირი არ შემოთავაზება ყოფილა და არც არაფერი. როგორც მე უმეტესი იმიტომ ცხოვრობდა რომ საშუალება სხვა შეძენის და დაგირავების იმის ქირაობის არ ქონდათ და ცხოვრობდნენ აქ და ნუ სიტყვაზე რაც ქიაში უნდა ეხადათ ის გადაწყვიტეს რომ აქ მოეხმარა და რაღაცა ელემენტარული პირობები შეექმნათ და გაეკეთებინა და ეცხოვრა და ბევრი ვიცი რომ ისე ცხოვრობდა რომ აი იატაკიც კი არ ქონდა დაგებული და ცემენტზე ცხოვრობდა დანგრევის დღემდე. ბევრი ეგეთიც ვიცი. გაჭირვების გამო მეტი ეხლა რა ვიცი, სხვანაირად რატო უნდა მოგინდეს აქ ცხოვრება, ვერ ვხვდები. გამოგვასახლეს თუ არა დაიწყო მეორე დღიდანვე დანგრევა. აი ხა რა ვიცი, გადაიღეთ მიწასთან არის გასწორებული, არაფერი აღარ არის. თუ კი რამე არსებობდა, აღარაფერი აღარ არის, აი იმ ხელა კორპუსი იქ შიგნით ამ ხელა ტერიტორია იყო, არაფერი აღარ არის, მაგრამ ну აი ესე სანამ დაანგრევდნენ, აი გრევის ბოლო დღემდე გვეუბნებოდნენ რომ აი ახლა გაგაგებინებთ პასუხს, აი გადაგიხდით თუ არა კომპენსაციას, აი ახლა გაგაგებინებთ პასუხს და დაინგრა ყველაფერი თუ არა, გამოგზავნდა ბატონი ჩაფიძე გიორგი და გვითხა ეგეთი რაღაცა რომ აი პასუხი არ არის. დღემდე პასუხი არ არის, აქავაც და არანაირი პასუხი არ არის.